გუში რაც მოხდა კორცხალში, ანუ ნაციონალური მოძრაობის წევრის ცემის. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას? ძალიან ცუდად. ესე არ უნდა ყოფილიყო, არც უნდა მოქცეულიყვნენ ეს სხვათა შორის. არა, ლამაზი. არ უნდა იყოს ასეთი. სტომარს უნდა პატივსა სამეგრელოში ვარ კაცო. და ჩხუბით კი არა, სიტყვით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ჩხუბი ვის გავღონია და ვიჩხუბო და რა გამოვა მე? არაფერი. ჯობია შვიდობიანად იყოს ყველაფერი და იქნება ცხოვრება. ეს სირცხვილის მეტი არაფერი არ იყო მაგ. რო დაესიენ თავისუფალ ადამიანებს, ვის დემოკრატიას ვითომ მაშენებენ. ეს დემოკრატიის ამშენებლები არ არიან ეს ივანიშვილების პარტია. ეს უმსგავსობა არას გააკეთეს. არა, ლამაზი. არა, ეგ ლამაზია. ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო. სამართლინო აუგალოდ, მეტი არაფერი. ნახე და არასასიამოვნო იყო ძალიან. ასე თუ დაიწყე და ასე იქნება ბოლომდე არ ვიცი რა იშურება ჩვენ ხელზე. და მიიღონ შილოზომები. ძალიან გწყინს. არ შეიძლება ძალადობა. ეს დასაგმობია, ძალადობა საერთოდ არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ დასიზამთ. საშინელი ვნახე და არ ვიცი როგორ გამოვთქვა კიდე. ერთმანეთს არ უნდა დავერიოთ. ეს უნდა მოგვარდეს, აი, კონფლიქტის დონეზე არ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი. არ უნდა ცემდნენ ერთმანეთს ხალხი და არ არის აუცილებელი ერთმანეთს მუშტები ურტყან. რა ვიცი, როგორ გითხრა ახლა მე არ ვიცი და ამ საკითხში არ ვერები და არ ვიცი. გასალახს ჩვენ გავლახავდით ზუგდიდელზე, რა გინდოდა ის სპორტსმენები და ის რეგბისტები. თქვენ როგორ აფასებთ? საგანგაშო, საზარელი ვითარება. საზარელი მდგომარეობა. არ უნდა მოხდეს. არც უნდა მომხდარიყო. 4 წლის წინ 2012-ში ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გავხდათ, რაც იმის მსგავსი მიზეზი, რასაც გუშინ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, როდესაც ის ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდი გამოიყენა, ამისთვის სპეციალურად დაქირავებული სპორტსმენები ჩამოიყვანა თბილისიდან და უმოწყალოდ გაუსწორდა არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც. ეს იყო ველური მხეცებებით გამოვარდნილები, არ ვიცი. ჯერ ერთი მინახავს, როცა მიტინგი არის ხშირად ხდება ეგეთ რაღაცეების დროს ჩხუბი რაღაცა კამათი მოზის, მაგრამ აქ არავით არის ჩხუბი არ იყო, ესენი სპეციალურად გადმოცვიდნენ. ეხლა ვისაც საღი აზროვნება აქ და თვალი უჭრის მშვენივრად ხედავდა რა ხდებოდა იქ. ესენი იყვნენ მოცვენილი ხალხი, აი მშიერი მგლები რო გადმოცვიდეს, ისე დაესივნენ ხალხს.